8 ოქტომბერია 4 შაბათი თქვენ თავისუფალ სივრცეს უყურეთ მე ვახო ხუზმიაშვილი ვარ საღამოშვიდობის რომ ყოფილიყო მსხვერპლი 4 ოქტომბერი იქნებოდა გადამწყვეტი მნიშვნელობის აცხადებს პროფესორი მარინა ჩიტაშვილი 4 ოქტომბერი რო განვითარებულიყო უფრო დრამატულად ხო ყოფილიყო მსხვერპლი ყოფილიყო სისხლი ყოფილიყო გასროლა აი მაშინ შეგვეძლო გეთქვა იმის შესახებ რომ ეს 4 ოქტომბერი იქნებოდა გადამწყვეტი მნიშვნელობის პროექტი, რომელიც გულისხმობს ხელისუფლების დამხობას, არის დასრულებული. და ყველამ რაც მთავარია, უნდა მიიღოს ახლა ამისი შედეგები. თუ კი ჰქონდათ იმისი სითამამე, რომ წასულიყვნენ სახელმწიფოს და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, იმის სითამამეც უნდა იყოთ ახლა, რომ მიიღონ ის სასჯელი. არ შემდგარი დამხობა და დაკავებულები. როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო მოვლენები? რას ფიქრობს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე? თია წულუკიანი უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს. ის კრება, რომელსაც თავმჯდომარეობს ბატონი პატა ბურჯუაზი, დარჩება მხიარული. დარჩა თუ არა კრება მხიარული, რომელზედაც გირჩის ლიდერი საუბრობდა. მოусმინეთ იაგო ხვიჩიას. რას ფიქრობს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე? დღეს საღამოს უყურეთ და მოусმინეთ წერალ რეზო მიშველაძეს. ხვდებით საღამოს 9-ზე თავისუფალ სივრცეში. ამჯერად დაანონსებული დამხობა ვერ მოხერხდა, თუმცა 34 წლის წინ ჩვენმა ქვეყანამ ეს დამხობა ძალიან მძიმედ გადაიტანა. ის ადამიანები, ვინც მაშინ ჩართული იყვნენ აი ამ დამხობის პროცესში, ნაწილი მათგანი დღესაც მოითხოვდა დამხობას. ნახოთ არქივიდან ინტერვიუ ირინა სარიშვილთან. პრობლემა აღარ არის, სვიად გამსახურდია, როგორც ასეთი პოლიტიკური თვალსაზრისით. პრეზიდენტ ყოფილი დღეს ბუნკერში იმყოფება და მთელი საქართველო მე ხას უსვამ მთელი საქართველო მიუხედავად მოსახლეობას შორის გაყოფილი აზრისა დღეს პრეზიდენტ ყოფილის ბუნკერიდან ამოსვლას ელოდება. პრობლემა არის ქართველი ხალხის მთელი საქართველოს მოსახლეობის ფსიქოლოგიური მდგომარეობა. პრობლემა არის თვითონ ქართველი ხალხი. სვიად გამსახურდია თავის დროზეც არ ყოფილა პრობლემა როგორც პიროვნება, იმიტომ რომ ის რომ ის ქართველია, საქართველოს სირცხვილი არ არის. მისნაირები ძალიან ბევრ ქვეყანაში ცხოვრობენ, ყველა ერთს ყავს ასეთი შვილი, უღირსი, ღირსეული ეს ვისაც როგორ ნებავს ისე გაიგოს. საქართველოს სირცხვილი, საქართველოს ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ ეს კაცი ოდესღაც საქართველოს პრეზიდენტი იყო. არის მცირე რიცხოვანი ნაწილი, რომელიც დღესაც თვლის რომ უკვე კანონგარეშე დამდგარი ხელისუფლება უნდა გაუსწორდეს ფიზიკურად ოპოზიციას, რომელიც დღეს ოპოზიცია უკვე აღარ არის და აბსოლუტური უმრავლესობაა. არის ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც აქტიურად მხარს უჭერს ოპოზიციას და არის აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს მოსახლეობაში, რომელიც ერთნაირად ცუდად არის განწყობილი კონფლიქტის კონფლიქტს ძალიან ეს რბილად რომ ვთქვათ, ორივე მხარის მიმართ. მე მინდა სწორედ მივმართო აი ამ აბსოლუტურ უმრავლესობას. ჩავიხედოთ ყველამ ჩვენს გულში და არ შეიძლება თუ ჩვენი თავის მიმართ პატიოსნები ჩვენი თავის წინაშე პატიოსნები ვიქნებით, თუ ჩვენ თავს სიმართლეს ვეთყვით, არ დავინახოთ, რომ ის რაც დღეს საქართველოში ხდება, ეს ასეც უნდა მომხდარიყო, როგორი მწარეც არ უნდა იყოს დღევანდელი სინამდვილე და რბილად რომ ვთქვათ, უზნეობა ორივე მხარის ერთად დადანაშაულება, მაშინ როდესაც მეორე მხარე არის ყოფილი ხელისუფლების შედეგი, ნაყოფი, რომ არ ყოფილიყო ყოფილი ხელისუფლება ასეთი, როგორიც ჩვენ 1 წლის განმავლობაში ვიხილეთ, მაშინ დამეთანხმებით არ იარსებებდა შეიარაღებული შეჯახების მეორე მხარეც და მაშინ არც საქართველო იქნებოდა ასეთ მდგომარეობაში. მაშინდელმა ხელისუფლებამ გეგმა ზომიერად მიზანდასახულად გადააქცია მისი მხარდამჭერი ხალხი მასად. გამოიყვანა ხალხი ქუჩაში, ხოლო დამეთანხმებით მასად ქცეული ხალხის მართვაზე ადვილი არაფერი არ არის. მასად ქცეულ ხალხში არ დგას არც ერთი პიროვნება, იქ ბატონობს ერთი აზრი და როგორც წესი დამყარებული ეს აზრი უბნელეს ინსტინქტებზე. ისევ უბრუნდები ამ აბსოლუტურ უმრავლესობას, რომელმაც არჩია დღეს ორივე მხარის
სიგუას, კიტოვანის ოპოზიციის მხრიდან და ყოფილი ხელისუფლების მხრიდან იგივე გამსახურდიას ძაგება. მოდით ჩავიხედოთ ყველამ ჩვენს გულში და ვთქვათ, არსებობს კი დღეს საქართველოში მესამე ნაპირი, მესამე ადგილი, მესამე არჩევანი, სადაც რომელიმე ადამიანი შეიძლება იყოს. აი რა პოზიცია აქვს არჩეული ამ აბსოლუტურ უმრავლესობას? ყველა ჩვენგანს ჰქონდა საკუთარი ხელი, ყველა ჩვენგანს ჰქონდა საკუთარი აზროვნება. ჩვენი ხელით ზოგმა ნებით, ზოგმა დაშინებით, ზოგმა რაღაც სხვა მოსაზრებებით ხმა მივეცით ამ ხელისუფლებას. ჩვენ არ შეიძლება თითოეული ჩვენგანი არ გრძნობდეთ თავს დამნაშავედ იმაში, რაც დღეს ხდება და ამიტომ განზე გადგომა და ამ მოვლენებისთვის გარეშე თვალით ყურება, რომ შემდეგ ვიღაცა გამარჯვებულის პოზით გამოვიდეს და თქვას, აი რა გააკეთა ორმა ველურმა მხარემო, ეს არის მაპატიეთ ამ სიტყვისთვის, მაგრამ ეს არის უზნეობა და თუ საქართველოს დღეს გადაარჩენს მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე, როგორი მკაცრიც არ უნდა იყოს ის. რაც შეეხება დღეს ფიზიკურად არსებულ პრობლემას, ის რომ პრეზიდენტ ყოფილი ბუნკერშია და იქიდან ამოსვლა არაფრის დიდებით არ სურს. მიმდინარეობს ტელევიზიის საშუალებითაც, სხვა საშუალებებითაც შეთავაზება მათთვის 1000 გვარი პირობა იქნა წაყენებული ეროვნული გვარდიისა და მხედრიონის და სხვა შეიარაღებული ფორმირებების მიერ, რომლებიც ისევ ბარიკადებს, ვიხარ ბარიკადებს აქეთ მხარეს იმყოფებიან. მე მგონი ცოტა გადაჭარბებულიც არის შეიძლება გამსახურდიას ბუნკერიდან ამოსვლის შეფასება, როდესაც შეიძლება დიპლომატიური მოსაზრებით, მაგრამ მაინც ამას გმირობადაც თქვათ უთვლიან თითქოს ამით ვიტყუებთ ჩვენ გამსახურდიას ბუნკერიდან. მეგობრებო, მე ერთი რამის თქმა მინდა, დიპლომატიას აზრი რომ ჰქონოდა ყოფილ ხელისუფლებასთან 1 წელი, ეს ხელისუფლება ვერ გაძლებდა და 1 წელი ჩვენ ამ დღეში არ ვიქნებოდით. ახლა დიპლომატიის დრო ნამდვილად არ არის. მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ეხლა უკვე ბუნკერში მოთავსებულ ასეთ ბოროტ ძალას რაღაცას ვთავაზობთ, ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად გულახდილი, მაქსიმალურად გულწრფელი და არანაირი დიპლომატია, არანაირი ეშმაკობა აქ დასაშვები არ არის, იმიტომ რომ ეს შეიძლება ისევ ჩვენ მოგიბრუნდეს უკან. ჩვენი შვილები მოგთხოვენ თითოეულ ჩვენ სიტყვაზე პასუხს. გამსახურდიამ უნდა იცოდეს, რომ უბრალოდ მას ქართველი ხალხი არ დასჯის. არ დასჯის არა იმიტომ, რომ იგი ამას არ იმსახურებს, არამედ იმიტომ, რომ ყველაზე დიდი სასჯელი, რაც შეიძლება ადამიანმა მიიღოს, მას უკვე მიღებული აქვს. იგი იმყოფება ბუნკერში, 9 წლის განმავლობაში მას არ შეეძლო მთავრობის სახლის ტერიტორიას მოცილებოდა, დღეს კი უკვე იგი ბუნკერიდან ვერ ამოდის. აი ამას უნდა ხაზის გასმა, ჩვენ ვერავის ამ თბილი დაპირებებით ნამდვილად გულს ვერ მოულბობთ, მით უმეტეს იმ ხალხს, ვინც ბუნკერშია და ამას უნდა სწორედ ხაზის გასმა, რომ მათ ჩვენ არაფერს არ ვპატიობთ. მაშ ასე უნდა დავიწყოთ საუბარი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან თია წულუკიანთან, ის უკვე სტუდიაშია, საღამოშტობის საქადაგებია. მადლობა რომ მოხვედით. ხალბატონ თია, დავიწყოთ 4 ოქტომბრის მოვლენებით. რა იქნა აცილებული, თქვენ როგორ აფასებთ და რა შეიძლებოდა მომხდარიყო ქვეყანაში? თქვენ საკმაოდ სიმბოლურად ჩვენ საუბარს წინა დროის და ჩვენი წინა ცხოვრების, ასე ვიტყოდი, ერთ-ერთი ფიგურის არა, მაგრამ მაშინელი პოლიტიკოსის ინტერვიუ წაუმძღვარეთ. და იმ ინტერვიუს თუ გამოვეხმაურებით, ალბათ ასე შეიძლება ითქვას, რომ 4 ოქტომბერს ჩვენმა ხელისუფლებამ ქვეყანას თავიდან ააცილა მორიგი ბუნკერიზაცია, მორიგი სისხლი, მორიგი დაპირისპირება ქართველთა შორის და თავიდან აიცილა ის, რასაც ჰქვია უკანონოდ ხელისუფლების დაუფლება გარეთ ქუჩაში მყოფი ადამიანების მიერ, ამ აგრესიულად განწყობილი მოძალადე დაჯგუფების მიერ, რაც ქვეყნისთვის სავალალო იქნებოდა. იმიტომ რომ 90-იან წლებში, როდესაც მოცემული ინტერვიუ გაკეთდა, ქვეყანა რა თქმა უნდა იყო რთულ ვითარებაში, მაგრამ მე
მაქვს საფუძველი ვიფიქრო რომ თუ 4 ოქტომბერს ხელისუფლება არ იქნებოდა ძლიერი, არ იქნებოდა პრინციპული და თავიდან არ ააცილებდა ჩვენს ქვეყანას სახელმწიფო გადატრიალებას, რევოლუციას, სისხლს, ეს გაცილებით უფრო ძვირი დაუჯდებოდა საქართველოს. ამიტომ ჩვენ ყველა იმ პოლიციელს, ყველა იმ სპეცრაზმელს, შესაბამის სტრუქტურებს, ვინც ამ დროს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს სახელმწიფო ინტერესისა და სახელმწიფოსი მადლობა უნდა ნამდვილად გადავუხადოთ. ქალბატონთია, ვიდრე დაიძრებოდა და იქნებოდა მოთხოვნა რომ პრეზიდენტის სასახლის გასაღები აი თემართად ეს პროცესები და მოეთხოვათ მხარდამჭერებისთვის გადანაცვლება, იქ გამოცხადდა 6 ადამიანის სახელი და გვარი, ვინც უნდა დაპატიმრებულიყო აი ამ პროცესებში, ერთ-ერთი იყო თეა წულუკიანი. რატომ თეა წულუკიანი? პრაქტიკულად ბეძზე ვარ გადარჩენილი. თეა წულუკიანი არ ვიცი რატომ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ჩემთვის დიდი პატივია და მას არ ვამბობ სიტყვის მასალად, რომ იტყვიან. დიდი პატივია, რომ ისეთი ბოროტი ძალა, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის ეგიდით, მისი უშუალო ჩართულობითა და ძალისხმევით, მისი ლიდერობით ჩვენ ყველამ ერთად, მათ შორის როგორც ერთ-ერთმა ჯარისკაცმა მეც გავისტუმრეთ საქართველოს ხელისუფლებიდან, რომ ამ ძალას კვლავ მოწინააღმდეგედ მიაჩნიხარ, თანაც იმ დონეზე, რომ შენს დატყვევებას თუ დახვეტას ისახავს მიზნად, ეს მაშინ არაფერი არ არის მიუღებელი, ასე ვთქვათ, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის. ჩემთვის მიუღებელი ის არის, რა გეგმაც მათ ჰქონდათ ქვეყნის წინააღმდეგ, თორემ ხო ჩვენთან ინდივიდუალური ანგარიშწორება ეს გასაგებია, რომ თუ ისინი ქვეყანას დაეპატრონებიან, ყველა ვარიანტში მოხდება. და ეს არ იქნება ეს 6 კაციანი, 6 პირიანი სია. ეს იქნება ძალიან გრძელი სია, რასაც არ ეყოფა არც გლდანის ციხე, არც ყველა ის ერთად აღებული პენიტენციური დაწესებულება, რაც საქართველოში მოქმედებს, არ ეყოფა. იმდენად გრძელი სია იქნება ცოცხლების, რაც შეეხება მოსაკლავების, ეს სია ცალკე ექნებათ და ის 6 პირიანი ნამდვილად არ იქნება. აი ეს ავაცილეთ ჩვენ ხელისუფლებამ, პირველ რიგში მთავრობამ, ამასრულებელი ხელისუფლების პრეროგატივა და პირველადი მოვალეობა, სწორედ ასეთ დროს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ამიტომ პირველ რიგში სწორედ აღმასრულებელი ხელისუფლება უნდა აღინიშნოს ასეთ დროს. აი მათ ქართული ოცნების მთავრობამ შეძლო ის, რომ ეს 6 პირიანი სია არ დაგრძელდა. ქალბატონთია, გარდა იმისა, რაც ვნახეთ თვითონ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან, ამის პარალელურად გავრცელდა ხო სხვადასხვა კადრები, ამოღებულია სხვადასხვა ადგილას იარაღი. მესმის რომ პირდაპირ ადრესატი თქვენ არ ახართ და ეს საგამოძიებო სამსახურების პრეროგატივა, მაგრამ თქვენ პირადად, როგორც იურისტი, როგორც პოლიტიკოსი, რამდენად დაშვებას აძლევთ იმას, რომ ეს იარაღი იმისთვის იყო, რომ გადმოეტანათ რუსთაველის გამზირზე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და ის კადრები, რაც ვნახეთ 90-იან წლებში, ეს დღე დამყარიყო. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ გამოძიება თავის სიტყვას იტყვისო, მაგრამ ჩვენ ხომ გვაქვს უფლება რაღაც ის გვჯეროდეს, რაღაცა ლოგიკის მიხედვით ვაზროვნებდეთ და ვფიქრობდეთ და ვაანალიზებდეთ მიმდინარე მოვლენებს. ჩემთვის ეს ეჭვს არ იწვევს პირადად, კერძოდ ის, რომ ეს იარაღი და არა მხოლოდ იარაღი, ფულადი რესურსი, ადამიანური რესურსი მობილიზებული იყო იმისთვის, რომ ქვეყანაში მორიგჯერ, როგორც უკვე აღნიშნეთ ჩვენ ინტერვიუს დასაწყისში, ახალი ტიპის რაღაცა თანამედროვე არა 90-იანი წლების იდენტური მოდელი, არამედ რევოლუცია, სისხლი და ასე ვთქვათ, ანგარიშწორება ქუჩებში მომხდარიყო და ასე დაუფლებოდა მავანი ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, გარეძალების დავალებით, იმიტომ რომ როგორც მაშინ, როგორც მერე ვარდების რევოლუციის დროს, ასევე ახლაც და წინა წლებში ჩვენი ხელისუფლების დროს არაერთი მცდელობა იყო რევოლუციის, ყოველ ჯერზე სამწუხაროდ ქართველი ადამიანი მოქმედებს საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ გარეშე ძალების დავალებით. ეს მოდელი თითქოს უკვე
ჩვენს ქვეყანაში ჩამოყალიბდა. აქაც გამომდინება მიმდინარეობს და რასაკვირველია ის თავის სიტყვის, მაგრამ ეს ისეთი სისხლის სამართლის საქმეებია, სადაც თვითონ მოცემული ჯგუფი თუ დაჯგუფება თუ ორგანიზებული ჯგუფის წევრები საჯარო განცხადებებში ყველაფერს ყვებიან თვითონ. თვითონვე ამბობენ, რომ ამას აპირებენ, თვითონვე ავრცელებენ სიებს, რომ ახლა ჩვენ ჩავიგდეთ ხელისუფლება უკანონოდ ხელში და დასაჭერია ეს, დასახრეტია ეს და ყველაფერი არის ცალსახა, იმასაც კი ფიქრებ ადამიანი, რომ გამოსაძებელიც დიდი არაფერი არ არის. გასაგები ამას პატა ბურჭულაძე რომ ამბობს. ასევე გამოდის შემდეგ ვინც გარეთ დარჩა, დაპატიმრებულის გარემოცვა უშუალო და ამბობს, რომ როდესაც პატა ბურჭულაძე მიდიოდა პრეზიდენტის სასახლესთან, მას ჰქონდა მიწოდებული ინფორმაცია თუ ეგონაო, რომ სპეცრაზმი მის მხარეს გადმოვიდოდა. შესაბამისად, ის პირდაპირ იყო ჩაეს ამას ადასტურებს, ამიტომ გარემოცვასაც სჭირდება ტოპტვინების კონსულტაცია ალბათ იმისთვის, რომ საპატიმროში მყოფ ადამიანს ზემოდან არ დაამატოს კიდე სისხლის სამართლებრივი მტკიცებულება და ტვირთი, იმიტომ რომ მე თუ ვარ დაპატიმრებული და აქვს გამომძიებელს ჩემზე, რომ სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდაო, თქვენ თუ ხართ ჩემი უშუალო გარემოცვა, მინიმუმ ის არ უნდა თქვათ, რომ მე რომ მივდიოდი პრეზიდენტის სასახლესთან, თურმე ეგონა, რომ იქ სპეცრაზმი მისთვის მიდიოდა, რომ სპეცრაზმის გადმოებარებინა, ხო? ეს კლასიკური ერთ-ერთი ნიშანია იმისა, თუ როგორ არის ადამიანი ჩართული უკანონოდ ხელისუფლების მიტაცებაში. ყოველ შემთხვევაში ეს თავიდან არის აცილებული, რა თქმა უნდა გამომძიებლები თავის სიტყვას იტყვიან პროკურატურაც და საბოლოო ჯამში მართლმსაჯული. პატა ბურჭულაძის შვილის ინტერვიუ იყო, რომ ასეთი რამ განაცხადა, რომ უღალატესო პატასო. გასაგებია პატა ბურჭულაძე ხელოვანია და ამ თემაზე შეიძლება ვერ იყოს თლად კომპეტენტური რა უნდა თქვას და რა არ უნდა თქვას, მაგრამ აქ ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი. იმას რა დაემართა, თუ პატა ბურჭულაძემ არ იცის მის განცხადებას რა შეიძლება მოყვეს, ქვეყნის გენერალური პროკურორი იყო ეს ადამიანი. მურთა ზოდელავა გეთანხმებით, როგორ უარყოფ ეს ფაქტია, რომ ის მთავარი პროკურორი იყო ჩვენი ქვეყნის, რასაც დღეს გენერალური პროკურორი ჰქვია და როდესაც მე დავინიშნე იუსტიციის მინისტრად, კარგად მახსოვს, რომ არც ზურაბადეიშვილი და არც მურთა ზოდელავა ოფისში არ დამხვდნენ. ერთი გაქცეული იყო გულისხმობ მინისტრ ზურაბადეიშვილს და მურთა ზოდელავა კი გადადგა, მაგრამ გაქცეული რამდენადაც ჩემთვის ცნობილია იმ მომენტში არ იყო. მე არ მიკვირს, თქვენ გიკვირთ, მაგრამ მე არ მიკვირს, რომ მურთა ზოდელავას არ აქვს უფრო მეტი სამართლებრივი ჭკუა ვიდრე პატა ბურჭულაძეს, იმიტომ რომ მას ესეთი ჭკუა არც არასდროს ჰქონია. მისი ჭკუა იყო ზურაბადეიშვილი იყო ჩემთვის ასეა და ფაქტებზე დაფუძნებით ვსჯელობ, ვინაიდან მისი პოზიცია დავიკავე შემდეგ 8 წელი მართავდი იმავე სისტემას, რასაც ზურაბადეიშვილი მანამდე, რომ ზურაბადეიშვილი იყო ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი და მე ვიტყოდი ერთადერთი ტოპტვინი. შესაბამისად, სხვა ტოპტვინი რა კი არ არსებობს, მურთა ზოდელავასაც ეს არ ახასიათებდა და მან ისიც კი თქვა, რომ ეს რაც თურმე ქუჩაში ვიხილეთ, იყო მისი პირადი ჯანყი. პირადი შურისძიებების და პირადი ჯანყების ადგილი არ არის რუსთაველის გამზირი, არც ორბელიანების სასახლე, ამიტომ ის აღმოჩნდა იმ დაწესებულებაში, სადაც ამჟამად იმყოფება. ბოლოს მაინც თუ ნახავდით მაგალითად ნაციონალური მოძრაობის ერთ ნაწილს ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე იყო, რომ აი მიატოვეს ეს ორი და დატოვეს, არავინ არ აღმოჩნდა მათ გვერდზე. მე ხშირად მინახავს, როდესაც ეს საპროტესტო აქციებია, ხოლმე ყოველთვის რიგითი ადამიანები რჩებიან ხოლმე და ლიდერები მიდიან. მაგრამ მე ხლა ისე აღმოჩნდა, რომ ეს ორი მონაწილე აქციის დარჩა ყველას გარეშე. თქვენ აქ როგორ აბა რას ვამბობდი, რომ მათ ეს ტვინიც არ აქვთ. თვითონ შიდა ღალატიც იყო. თუ არ იყო ეს ერთმანეთში არ ყვიონ, ეს არ არის ჩემთვის საერთოდ არ არის საინტერესო. ერთმანეთში არ ყვიონ, ვინ რა ფული შეჭამა ბოდიში გამოთქმისთვის, ვინ ვის უღალატა, რატომ უღალატა, ვიღაცა გაიქცა, ვერ გაიქცა თუ როგორ, მაგრამ ეს ორი იქ შემორჩა, იმიტომ რომ
მათ არ ჰქონდათ მთავარი მახასიათებელი რევოლუციონერისა. რევოლუციონერს სჭირდება ტვინი პირველ რიგში. ცოტაოდენი სამართლებრივი განათლებაც. ქალბატონთია, რაც ვნახეთ, თვითონ სალომე ზურაბიშვილმა აი ამ მომხდარი ფაქტის შემდეგ რამდენიმე წუთში გააკეთა განცხადება, რომ არ მოეწონა ის ვითარება, რაც იყო, თუმცა მანამდე იყო მისი მოწოდება, რომ ხალხი უნდა მიიყურსულიყო თავისუფლების მოედანზე, რომ ის არ წავიდოდა არჩევნებზე. მე შემდეგ პრემიერის განცხადებაც იყო, რომ ზურაბიშვილი ემზადებოდა, რომ შესულიყო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. თქვენ როგორ უყურებთ მისი აი ამ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს? სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით მთავარი ჩემთვის სათქმელი ის არის, რომ ის მონაწილეობდა 4 ოქტომბრის მოვლენებში, უშუალოდ იყო ჩართული, მხარს უჭერდა დამხობის იდეას და სალომე ზურაბიშვილზე ვერ ვიტყვით, რომ ან განათლება არ აქვს მიღებული, ან სახელმწიფო და კონსტიტუციური წესწყობილების პრინციპებს არ იცნობს, საკმარისად შეიძლება ზედმეტად კარგად არ იცნობდეს, ეს არ არის მისი პროფესია, მაგრამ სათანადო და კარგი განათლება აქვს საიმისოდ მიღებული, რომ მისთვის ნათელი ყოფილიყო თუ რა ტიპის აქციაზე, რა ტიპის მოვლენებში ღებულობდა მონაწილეობას და რას ისახავდა მიზნად. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ და ამას ყველა მისი განცხადება და ქცევა ადასტურებს, რომ მან ძალიან კარგად იცოდა, რომ ხელისუფლების უკანონოდ შეცვლისთვის იღწვოდა, რომ დამხობის აქციაში მონაწილეობდა და შემდეგ სავარაუდოდ რაღაცა ტიპის უთანხმოებაა მომხდარი დეტალებთან დაკავშირებით, რის გამოც ერთმანეთს დროებით განუდგნენ. ამის გარდა ჩვენ მოვისმინეთ ერთ-ერთი პროფესორის, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს, რომ სხვაგაბარად იქნებოდა, უფრო ეფექტური იქნებოდა, თუ იქ მძიმე შედეგები დადგებოდა, თუ იქნებოდა მსხვერპლი, მივიღებდით სხვა სურათს. ანუ ეს თქვენი აზრით წამოწდენა იყო თუ რასთან გვაქვს საქმე? ქალბატონი მარინა ჩიტიშვილის განცხადებას. წამოწდენა ალბათ არ იყო, იმიტომ რომ ქალბატონი მარინე არ გახლავთ ის ადამიანი, რომელიც ჯერ ამბობს და შემდეგ ფიქრობს. ეს შეიძლება სხვა მოქმედ პირებს ამ მოვლენებისა უსაყვედუროთ, მაგრამ ის გონიერი დაფიქრებული ადამიანია, ძალზედ განათლებული და პროფესორია. ეს ალბათ უნდა იყოს რაღაცნაირი ტიპის ანალიზი თუ ინტელექტუალიზმის თამაში კამერის წინ, რომელმაც გამოაშკარავებინა მას ის რეალური ფიქრები, რაც მას სამწუხაროდ ჩემდა ჰქონია, იმიტომ რომ ამ განცხადებამდე ცოტა სხვა შეხედულება მქონდა მასზე. წარმოუდგენელია ჩემთვის ეს დავწერე კიდეც საგანგაშოც მგონია, რომ პროფესორი ამასაკის დაღვინებული, დადინჯებული ადამიანი წესით ამასაკში, ამხელა გამოცდილების მქონე ის ამბობს, რომ სხვა ეტაპი დადგებოდა ქვეყანაში განვითარებისო, თუ დაიღრებოდა სისხლი, ან ეს წარმოუდგენელი რამ არის, ძალიან სამწუხაროა, მით უმეტეს, როდესაც ვიცით, რომ მას აქვს შეხება ახალგაზრდებთან. და ბოლოს უნდა კითხოთ ქალბატონთია, ის ქმედებები, რაც მოხდა 4-ში, არ იყო დაგმობილი ჩვენი არც საერთაშორისო პარტნიორებიდან, არც ევროპარლამენტარებიდან პირიქით საქართველოს ხელისუფლებას თხოვენ, რომ გამოხატვის თავისუფლება დაიცვან. თქვენი შეფასება როგორია? სამწუხაროდ ევროპაში და თითქმის შეიძლება 1-2 ქვეყანას და რომ გითხოთ რომელიო შეიძლება ვერც დავასახელო, მაგრამ პოლიტიკური კორექტულობისთვის უნდა ვთქვა, რომ თითქმის ყველა ქვეყანას ეხება მეთქი ევროპაში, რომ ბიუროკრატია და პოლიტიკოსები საერთოდ აღარ უსმენენ საკუთარ ხალხს. ამას ნებისმიერი გეყოლებათ ალბათ ევროპულ ქვეყნებში მეგობარი, ნაცნობი, მე მრავლად მყავს ასეთი, ჩემი წარსულიდან გამომდინარე და მათი მთავარი დიაგნოზი არის ეს, რომ ჩვენი ხელისუფლება არ გვისმენსო, ჩვენი აზრი არავის არ აინტერესებსო, რეალურად ამასთან გვაქვს საქმე. ამას რატომ ამბობ, იცით, რომ თუ ისინი თავიანთ ამომრჩეველს, თავიანთ ხალხს არ უსმენენ, რატომ უნდა გქონდეს მოლოდინი, რომ ისინი მოусმენენ ქართულ ხალხს, რომ მათ ეცოდინებათ აქ არსებული რეალიების და რეალობების შესახებ.
მათ ეს არც აინტერესებთ. მით უმეტეს რომ საკუთარ ქვეყანაში რა ხდება, იმას ვერ უღებენ ალღოს, ასეთი დრო დადგა სამწუხაროდ ევროპაში და ეს განცხადებები სერიოზულად ვერ აღიქმება, ამიტომაც ჩვენი ქვეყნის შიგნით. ჩვენთვის მთავარია რომ ჩვენ მივყვეთ ჩვენს გზას, ჩვენთვის მთავარია ის რომ კი ბატონო ნაკლოვანი, იმიტომ რომ უნაკლო ხელისუფლება არ არსებობს. კი ბატონო შეცდომების მქონე ზოგჯერ იმიტომ რომ შეცდომო ხელისუფლება არ არსებობს, მაგრამ ქართული ოცნების ხელისუფლება არის ხელისუფლება, რომელიც ცდილობს რომ მოусმინოს საკუთარ ხალხს, დაუშვებს შეცდომას და ჯერ კიდევ აქვს უნარი და საოცარია 13 წლის თავზე ხელისუფლებას კიდევ ჰქონდეს უნარი რომ შეცდომას რომ დაუშვებს, მერე ის გამოასწოროს და შეეცადოს მაინც გამოასწოროს, როგორც წესი ამ უნარის ატროფირება ხდება ხოლმე წლებთან ერთად და ქართულმა ოცნებამ ეს შეინარჩუნა და ის რომ ხალხს ამ ხელისუფლების ესმის ეს დაადასტურა იმ ციფრებმაც რომლებიც უკვე არჩევნებში სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენმა ოპოზიციამ დაგიწუნათ ეს ციფრები, ამბობენ რომ ძალიან დაბალი აქტივობა იყო. აქტივობა არ იყო მაღალი, მაგრამ არ იყო იმაზე დაბალი, ვიდრე ნებისმიერ დაწინაურებულ ევროპულ ქვეყანაში არის ხოლმე. ასევე თუ კი ჩვენ ხმების ოდენობებს ჩავხედავთ, ჩვენ ნახავთ, რომ ჩვენს არც ერთ კანდიდატს არ მიუღია იმაზე ნაკლები ხმა, ვიდრე ადრე მიიღო და მაგალითად თბილისის მერის შემთხვევაში მან მიიღო უფრო მეტი ხმა, ვიდრე მიუღია ადრე. ამიტომ ციფრებით სპეკულირება, რა თქმა უნდა, უფლება ყველას აქვს. მე მინდა რა კი ჩემი შემდგომი სტუმარი უკვე აქ ბრძანდება შევუქო მათ, ვინც მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში, ეს ქცევა, არა იმიტომ რომ მე აქ ვიღაცა მასწავლებლად დამნიშნა, მაგრამ ალბათ ასაკიც გამოცდილებაც მაძლევს ამის უფლებას თქვა, რომ ამ ქვეყანაში ყველა მინდა დავამშვიდო, ქართული ოცნება მუდმივად ხელისუფლებაში არ იქნება და ვერ იქნება, ამიტომ საჭიროა ცვლა. საჭიროა ცვლისთვის შემცვლელი. შემცვლელი უნდა იყოს პოლიტიკური პარტია. ცვლა უნდა მოხდეს არჩევნებით. და რომ აი ეს პრინციპები არის ვიღაცის მიერ, მავანის მიერ გაზიარებული. ეს არ შეიძლება არ მოიწონო, თუ კი ხარ ობიექტური და რა თქმა უნდა მომავალში ყველა ჯანსაღ ოპოზიციურ პარტიას, ვინც არის ველზე თუ არის ასეთი საერთოდ, ან გამოჩნდება მომავალში, დიდი იმედი მაქვს კიდევ, ახალგაზრდები არიან ბევრი და სულ ამბობ რომ ჩამოაყალიბეთ პარტიები და მიიღეთ პარტიულ პროცესში და პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა, სწორედ ასე უნდა მოხდეს ქართული ოცნების ცვლილება, როცა ამის დრო მოვა არჩევნების გზით. და მოკლედ კითხავთ, ქალბატონია, 4-ში განვითარებული მოვლენები დაგეხმარებათ იმაზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიმართოთ საგამოძიებო კომისიის დასკვნის შემდეგ, რომ აიგზავნოს ყოფილი ხელისუფლება. ჩვენ რომ ახლა საგამოძიებო კომისია კვლავ ვიყოთ და დასკვნას ვწერდეთ, ძალიან გამოგვადგებოდა. რაც შეეხება სარჩელს, მის წერაში მე პირადად უშუალოდ არ ვარ ჩართული, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ვინც პარლამენტში ამაზე მუშაობს, ის ამას ძალიან კარგად სარჩელის მიზნებისთვის გამოიყენებს. მადლობა, რომ მოხვედით და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. თეატრო ლუკიანს უსმენდით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს და გირჩიდან იაგო ხვიჩია შემოგვიერთდა საღამოშტობისა. მადლობა, რომ მოხვედით. მადლობა მოწვევის. ვიდრე იქნებოდა 4 ოქტომბერი, თქვენ იყავით ჩემი გადაცემის სტუმარი და მაშინ მითხარით, რომ ეს კრება შეიკრიბება და დარჩება მხიარულიო. როგორ ფიქრობთ, მხიარული დარჩა თუ განაწყენებული? მე მგონი ის რაც მე ვიგულისხმებ მხიარულში ის მოხდა და ვერავინ ვერ დამეწონებს ამჯერად წინასწარმეტყველებას. თუმცა წინასწარმეტყველება მას არ ჭირდებოდა, ეს ცხადი იყო იმ ადამიანებისთვის, ვინც ასე თუ ისე უფრო მეტად იყო ჩახედული საქმეში, ვიცროვდით სიტუაციის მდგომარეობას. ჩვენთვის ეს ყველაფერი ცხადი იყო. ჩვენ ვიდეო ჩავწერეთ, რომელსაც ერთადერთი მესიჯი იყო, რომ არ ჭამოთ ხალხო, წინას არ ჩავნოთ, რის ჭამასაც აპირებენ თქვენთვის. მარტო 4 მილიონზე მეტ ადამიანს ვანახეთ. მაგრამ ამის მიუხედავად ადამიანებმა მაინც ჭამეს ის, რაც შესთავაზეს. რა იყო იაგო შეთავაზებული, აი, თქვენ რა სახელს დაარქვით? ჩემი აზრით ეს იყო ქართული ოცნების სპეცოპერაცია არჩევნების მისათვისებლად. მათ დაორგანიზეს ჩემი აზრით ეს მთელი ეს ღონისძიება, რაც იყო, მათ წააქეზეს ადამიანები ამის გასაკეთებლად, ზოგი მოსყიდით და ზოგი სასარგებლო იდიოტის როლში, ჩადგა მათ
სამსახურში და შედეგად მივიღეთ ის რა შედეგადაც ახლა გვაქვს მიღებული. უბრალოდ ჩემთვის ყველაზე მეტად გულდასაწყვეტია არჩევნების მოპარვა ცხადია გულდასაწყვეტია და მე მგონი რაღაცნაირად ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე რომ მომავალში რა დაგვიმართოს იქნება რაღაცა გავითვალისწინოთ, მაგრამ თავი არის შემთხვევითი ადამიანები რო არის ციხეში ამის შედეგად მოხდება და კიდე რომ მოხდება. პაატა ბურჭულაძე შემთხვევითია? ეგ პაატა არა, მაგრამ მეორე პაატა თქვენ ასე ალბათ იცნოთ პაატა მანჯგალაძეს დამემოწმებით იმაში რომ აი ვინ და რაც შეიძლება ყველაფერი შეიძლება დააბრალოთ პაატა მანჯგალაძეს, მაგრამ მას რევოლუციონერობას ვერ დააბრალებთ. და შესაბამისად, როგორც კი ერთი ადამიანი ასეთი არსებობს მინიმუმ, რომელსაც რევოლუციონერობას უბრალოდ ვერ დააბრალებთ, ამას ვინც იცნობს, ვერანაირ ვერ დაიჯერებს. მე ყველაფრის მიმართ სკეპსისი გიჩნდება, თორე ახლა ფაქტია, რომ პრეზიდენტის სასახლეში ვიღაცა რო შევარდა, ვიღაცა რომ ამისკენ მოუწოდებდა, ვიღაცა რაღაცას რო შევარდა, ცხადია რომ დასაჯელია, რომ წგინდოდეს ის კადრები რაც ვნახეთ რომ ის ღობე გადაანგრიეს პაატა ბურჭულაძეს ვნახეთ შიგდით ეზოში ხო შემდეგ პაატა ბურჭულაძემ თქვა რომ მინდომ გადავედი რომ ეს ხალხი გადმომეყვანაო შუაში ჩავდექიო თუმცა მანამდე იყო განცხადება რომ გასაღები უნდა ჩავიგდოთ ხო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელში რა იყო მაინც ანუ ეგონათ იგივე პაატა ბურჭულაძეს გავიგე პაატა ბურჭულაძეს შეიძლება არ იყოს ესე გამოცდილი რაღაცეებში და ის სხვა სფეროთია დაკავებული მაგრამ აი ამ აქციის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო ამ ქვეყნის გენერალური პროკურორი ვერ აცნობიერებდა თუ თქვენც ფიქრობთ რომ არის საუბარი იმაზე რომ უღალატეს რაღაცები ეგონათ და ისე არ მოხდა მაინც მნიშვნელობა არ აქვს რა მოხდა ანუ მე ხო არ ვიცი ვინ ვის უღალატა და რა ითვლებოდა შესაძლო ღალატად, მაგრამ მე ბატონი გენერალური პროკურორი ამ შემთხვევაში დიახ ბატონ მურთაზი ამ გონი ამ შემთხვევაში ისეთი გულუბრყვილ ადამიანი რომ ზოგადად მას არ ესმოდეს იმ პასუხისმგებლობის ქმედების შედეგები, რომელიც თავის თავზე აიღო, არ ვიცი ასე ისე, მაგრამ ფაქტობრივად საკუთარი თავი განსაკუთრებულად რთულ სიტუაციაში, მაგრამ მგონია რომ იმან გააზრებულად, ანუ იმაზე ვერ იტყვით რომ არ იცოდა რა საკეთებდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ აი პაატა ბურჭულაძე მე უფრო მოტყუებული მგონია, იმიტომ რომ არ მჯერა რომ პაატა ბურჭულაძეს უნდოდა ციხეში ჯდომა, თუნდაც საფასურის სანაცვლოდ. აი თუნდაც 2 თვე, თუნდაც 5 თვე, თუნდაც 1 წელი. ვინ მოატყუა? ვინც ალბათ უთხრა რომ ყველა მიდი პაატა მიაწექი და ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ პაატას ბურჭულაძის გვერდით ჩვენ ხედავდით, არა მარტო პაატას, აგერ ირინა სარიშვილი იყო ძველი გამოცდილი პოლიტიკოსი, სოფო ჯაფარიძე იყო. პაატა ბურჭულაძე არ მოქმედებდა მარტო და პაატა ბურჭულაძე მართვა გუშინ და არ წავიდა დღეს იმ აქციაზე, ხო? კარგა ხნის განმავლობაში პაატა ბურჭულაძე ამას აანონსებდა, როგორ არ აღმოჩნდა მის გვერდით ვინმე ისეთი ან ოჯახის წევრი, ან ვინმე ვინც ურჩევდა რომ ეს შეუძლებელი. მე ზოგადად ხო თავიდან საუბარი დავიწყე რომ მე ეს მგონია რომ ქართული ოცნების კაბინეტებში დაიგეგმა და თავიდანვე დავიწყე იმით საუბარი რომ ამ დაგეგმვაში ზოგს იდიოტის როლი ქონდა, ზოგს მოსყიდულის. მთელი ოპოზიცია იქიდგა პრაქტიკულად და არა, ხო და ვინც ქუჩაში ვიღაცას ანუ როლების განაწილებას და ვიღაცა კიდე ამათ აყვა. ხა სხვადასხვა ადამიანებზე ჩვენ ვიფიქრებთ ამ სამეულს ვერ გაცდება საბოლოო ჯამში ამაში მონაწილეობა. მაგრამ თავარი მე მგონი საიდანაც უნდა დავიწყოთ ეს ამბავი არის ის რომ ქართული ოცნება უტარებს საკუთარ ამორჩევლებს ამ ფინტებს და ჩვენ ახლა გვინდა გავუბრაზდეთ მის მონაწილეებზე რაც უდი როლი ქონდა თუნდაც ბატონ პაატას ბატონ მურთას კიდევ უარესი როლი შეხვედრია ვიღაც შემთხვევითი კადრში მოხდა ვიღაცა გამვლელი მსახიობი მოხდა და ციხეში დაიჭირეს ამის გამო ანუ ჩვენ ხედავთ სპექტაკლს რომელსაც იმის გამო რომ დამაჯერებლობა ეს ხალხი რომ შეცვიდა იაგო იმას რა ნახეთ გეტყვით ახლა იმის გამო რომ დამაჯერებლობა აკლია საჭირო არის ახალ-ახალი მსხვერპლები ისეთი ხალხი რომ აი თან რო ციხეში ჩასვა აწუწუნო იქიდან რომ ადამიანებს არ დარჩეთ შთაბეჭდილება რომ ეგენი გარიგებულები არიან ამიტომ მე მაგალითად ბატონი პაატა თუ ამაზე იყო ქართულ ოცნებასთან შეთანხმებული მე ცოტა ვუწუნებ წინდახედულობას იმიტომ რომ როგორ შეიძლება ამაზე ხოცებს გაურიგდე ასეთ თუ არ იყო გარიგებული და მოქმედებდა ისე იფიქროთ რომ ის გულწრფელად რასაც ამბობდა ისე უნდა ყოფილიყო მაშინ არა უკიდურეს გულუბრყვილობასთან გვაქვს საქმე და უბრალოდ ამ შეიძლება ვიღაცამ ისარგებლოს თან ამ შენი უკიდურესი გულუბრყვილობით სააკაშვილი მოუწოდებდა თლათი არ ვიცი სააკაშვილი ციხიდან ამის დამაორგანიზებელი არის თუ არა ჩემი აზრით იდეალური აი ვინც ისარგებლა ხო არის აი მაგალითად რომ გამოძიებელი იყო ვის აწყობდა ადამიანის სიკვდილი პირობითად ყველობას ხო ასე დაიწყებდით გამოძიებას და არსებული მოდი დავიწყოთ აი ამ საწყისი ფაზათა ვის აწყობდა ეს შედეგი რაც ახლა დადგა ეს ხო არ აწყობდა მიშას ამიტომ მიშა პირველი ეჭვიტანილი ვერ იქნება ამაში მიშა შეიძლება იყოს მეორე ეჭვიტანილი მაგრამ ყველაზე მეტად ვისაც აწყობდა დღევანდელი შედეგი ის არის ქართული ოცნება ქართულმა ოცნებას შეეძლო ძალიან მარტივად ეს დაეგეგმა იქ მაგალითისთვის აი წარმოიდგინეთ რომ რამდენი ხანი გვეუბნებოდა ხაბე რომ ბიზნეს ღალატობენ მისი თანაგუნდელები
ეს ინფორმაცია გამოდის, ის ინფორმაცია გამოდის, ცოტაც და აი, სად არის ხალხი? საგამო ხო მოღალატე ერთი მოღალატე ხო და ნახეთ ეს ყველაფერი ხო ძალიან ეტყობა იმას რომ ვიღაცა რო შენ გათამაშებს არასწორ ინფორმაციას გაწვდის მე ხوار ვამბობ რომ ყველა ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა და ყველა ქართულს და დანარჩენი ოპოზიცია მანამდე რომ გაერიდა ამ ამბებს ასე რომ დავარქვათ იმიტომ რომ ეგრე საგამოძიებო კომისიაში არ მივიდნენ ელენე ხოშტარია გარეთ იყო და ის გირავ არ გადაიხადა წავიდა და ხომ არ ფიქრობთ რომ ვიღაცები ჩაეხსნენ ამ პროცესს რომ ეს იდგა მე მგონი ის ხალხი ვინც პირველ ჯერზე ხოცებმა გამოუცხადებლობის გამო დაიჭირეს ისინი მე მგონი ამ საქმესთან არაფერს შუაში არ არიან ახლა მე ხმარ მაგრამ ერჩინათ იყოფილიყვნენ არა სხვადასხვა მოტივების გამო გვარამია სხვა მოტივის გამო ერჩივნა იყოფნა ნიკამილია ვაფშე შემთხვევით არის რომელიც არაფერს შუაში არ არის და იმის გამო რომ გვარამიას მარტო დაეზარა იგზნო ესეც იჯდეს რამე აქ მერის არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა რამე პოლიტიკური ქულა არ დაიწეროსო ფაქტობრივად ძალიან ჩაასმევინან წააქეზა და ქოცებს იქ ჯაფარიძეს იქიდან გამოსვლა და ლიდერობა უნდა მერე პროცესის რომ ამ რაღაცაში ახლა არ იყოს ამაში ამორეული ყოველშემთხვევაში ცდიან ვაშაძე ასევე შემთხვევით არის მოხვედრილი რომელიც უბრალოდ ვიღაცას აყვადა მე უკვე შუაგზიდან გაბრუნება ხოცემას არ გაბრუნდეს და ციხეში ჩასვეს ოქროაშვილი და ბატონი გივით არგამაძე ასევე არაფერს შუაში არ არიან და არ ვიცი შეიძლება რაღაცას გაბრაზებული იყო ბიძინა და მაგიტოს ჯის ან უბრალოდ ამათ მიყვა ჩვეულებრივად უბრალოდ ჩვენ გვესმის რომ ვიღაც ადამიანები არიან აბსოლუტურად სხვა ნოემბერში ძალიან მწვავე ისეთი განცხადებები აკეთებდა არგამაძე ხო და ნახეთ არა მე უკვე ხაბეს ამბავი და ხაბეს ამბავში გეთანხმებით ანუ აი პირველი რაც თავში მოგივა ხაბემ რაც მოაწყდა როგორც ეს ყველაფერი მოხდა არის რომ საკუთარი კაცი გაიყვანეს თამაშიდან რომ რაღაცა ზედმეტი რამე არ ყოფილიყო თუმცა ეს ვერ გამოვა ისე უმტკივნეულოდ ადამიანები ამას მანამდე შენ რაღაცები ძახოს მაგრამ უწყვეტი პროტესტი ჩვენ გვესმის და იმის შემდეგაც თავარი მოთხოვნა იყო რომ აი ამ ამბის შემდეგ რუსთაველი ისევ უნდა გადაიკეტოს რომ ამ ამით ასუსტებენ ხელისუფლებას აი მე მართლა გულწრფელად მაინტერესებს აი თქვენი აზრი როგორ ასუსტებენ ხელისუფლებას რუსთაველის გამზირი რო იკეტება ხო მე ამასთან დაკავშირებით გუშინ საკმაოდ კრიტიკული განცხადებები მქონდა და ახალს ალბათ ვერაფერს ვერ ვიტყვი მაგრამ მე თავარი რაც მგონია რომ იქ რაც მე არ ვიძახი რომ ყველა ადამიანის სუსის შეკრულია ვინც იქ დადის მაგრამ მე ვფიქრობ რომ იქ სიტუაცია იმართება ისე როგორც სუსს უნდა ამწუთას გზის გადაკვეთიდან დაწყებული იქ რა ატმოსფეროც არის შექმნილი რა ემოციური ჰიგიენას უფევს ანუ რა ტიპის ურთიერთობები ჩამოყალიბდა ის რომ როგორ ერთმანეთს თავში ურტყამენ როგორც კი რამე სიტყვის ვინმე რომ ერთი ლიდერი არ გამოჩნდა ერთი წლის განმავლობაში და ამით ხალხი არის აბაყი და ბედნიერი ვინ უნდა იყოს რაღაც პროცესი მიმდინარეობს 360 დღე გეკეთება ერთი ლიდერი არ გამოჩნდა ამით ბედნიერი ვინ შეიძლება იყოს პირველი ხალხი მართავსო და ეს არის კარგი არა ხო და პირველ ბედნიერო ლიდერი არავინ არ არის ერთი მორალური პერსონა რო არ წარმოდგა აქედან და ნენსი ოლანდი როა სუპერ ვარსკვლავი ამ რაღაცეების აი ხო უნდა გვესმოდეს რომ ეს ყველაზე მეტად ვის აწყობს ქართულ ოცნებას ამიტომ მე მოუწოდებდი ჩვენს მათ შორის ქართული ოცნების ამომრჩევლს რომ ნახეთ როგორ გექცევათ თქვენი მთავრობა თქვენ რო იცოდეთ ის რომ როგორ თამაშობდა აქამდე ქოცებთან ნაცებთან და აი ამ ვიღაცებთან თავიანთი შეთანხმებებით რომ საბოლოო ჯამში აი ეს ბარდაგი მოეწყოთ რაც ქვეყანაში მოწყობილია ჩემი აზრით ქართული ოცნება ამდენ ხმას ვერ მიიღებდა მაგრამ ახლა მე ამ გადმოსახედიდან იმდენად ვირტუოზულად შეასრულეს ეს სამუშაო იმდენად დედაუტირეს ოპოზიციას და ფაქტობრივად ჩვენს გარდა არავინ არ გადარჩა არსებული ოპოზიციური სპექტრიდან და ვინც გადარჩა ის კიდე დაიშლება ახლა ცოტა ხანში. უბრალოდ არ შემიძლია ვინმე საყვედური უთხრა, იმიტომ რომ ეს თუ ეს შეუძლია შენ მოწინააღმდეგეს გაგიკეთოს. რავი, ანგელოზი ხო არ არის ბიძინა? კი არის კეთილი დიქტატორი, მაგრამ ანგელოზი ხო არ არის რომ შენ გადაყვეს ზედ და ისე მოგექცეს რომ შენი ამდენი შეცდომის მიუხედავად არ დასაჯოს საკუთარ შეცდომებზე და აი ამის არ დანახვა ჩემი აზრით და ამის გაუაზრებულა დროსა და სივრცეში მე მაძლევს იმის შთაბეჭდებას მიქმნის რომ ეს არ ხდება მხოლოდ შეცდომების შედეგად ეს ხდება რაღაც ერთიანი თამაში სამწუხაროდ მოსახლეობის მოსატყუებლად და ბევრი პერსონაჟი მონაწილეობს აი ამ პროცესების შემდეგ თქვენ გონიათ რომ 2028-მდე დაინიშნება ვადამდელი არჩევნები თუ უნდა დაელოდოს ოპოზიცია 2028-ს? არ ვიცი, მე მახსოვს ბატონი ბიძინა რომ დამოვიდა პოლიტიკაში თქვა 20-30-იო ისე ახსენა რა მრავალმნიშვნელოვანად ეს ისინი და ამ რამე სიმბოლური მნიშვნელობა რა ქონდეს ამ 20-30-ს მაშინ 2026-ში უნდა ჩატარდეს არჩევნები რომ 2030-ში არჩევნები იყოს. ხლა მხოლოდ ეს სიმბოლიზმი ვერ იქნება ვერაფრის მტკიცებულება ჩემი აზრით, მაგრამ
მარტო ეს არის ერთადერთი ყველაზე რაციონალური არგუმენტი, რის გამოც ოპოზიცია ვერ უქმნის ვერაფერს. ბატონო? ოპოზიცია ამ ხრივ პრობლემებს ვერ უქმნის. არა, ოპოზიცია პრობლემებს უქმნის კი არა, მე ამასთან კიდევ ერთი არგუმენტი ის არის, რომ ოპოზიციის არსებული მდგომარეობა რაც დღეს არის. მეტი შანსი არსებობს 2028-მდე რამეზე ჩამოყალიბდეს ეს ხალხი, რამე დაალაგდეს, ოდნავ განსხვავებული, ვიდრე ამის შანსი არსებობს 1 წლის განმავლობაში. ამიტომ გარიცხვაც არ გამოუიცხავ. ჩარეცხილი არ არის ის ნამდვილია, ანუ ჩვენ ეს ოპოზიცია უკვე მორჩა, ანუ ეს როგორ გითხრათ, აი ეს წყობა პოლიტიკური აღარ იქნება, აღარ განმეორდება. 4-5-95 აღარ იარსებებს, პირიქით 4-შიც კონფლიქტები იქნება. 5-ში არ არსებობს ფაქტობრივად და კონფლიქტი ნარჩენია, ზოგი ციხეში იქნება, ზოგში კონფლიქტები იქნება. 9 და 25 გაერთიანდნენ მოგეხსენებათ და ისეთი შედეგი მიიღეს, რომ ცხვრის მთავარი დამფინანსებელი ბატონი ხაზარაძე მგონია რომ სკეპტიკური უნდა იყოს მის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით ამის შემდეგ. ამიტომ მაგრამ 2028-მდე დიდი დროა და იქ ახალი პოლიტიკური წყობილება რაღაცა ჩამოყალიბდება ოპოზიციურ ფრონტზე. ჩემი აზრით. ამიტომ ქართულ ოცნებას შეიძლება თავში მოვიდეს შემდეგ წელს არჩევნების დანიშვნა. მაგრამ დანარჩენი ის ოპოზიციის მიზეზშედეგობრივი კავშირის შედეგად დაინიშნება არჩევნები, სამწუხაროდ ამის ნიშანწყალი არ ჩანს. მაგრამ ნუ არც გამოჩნდება მანამ სანამ ქართული ხალხი არ გააცნობიერებს რომ ვისაც ოპოზიცია და ტენიან იმის უდიდესი ნაწილი ოპოზიცია საერთოდ არ არის. და ლელო რომელმაც და იგივე გახარიამაც აღიარეს თვითმმართველობის არჩევნების შედეგები. როგორ არის ახლა ხელისუფლების ერთ შტო ქვეყანაში ლეგიტიმურია და მეორე შტო არალეგიტიმური თუ რა მოძრაობა აქვთ მოკლედ პოლიტიკური მათ? მე მგონი, ანუ როგორ გითხრათ, რაღაცა ისეთ რეპუტაციას რომ რაღაცა შეარყევს შედი არათანმიმდევრული იქნება, იქნება ცხოვრებაში, იქნება პოლიტიკაში, იქნება საქმეში, სადაც გინდათ. რაღაც მომენტი არის, როცა უკვე იმდენად დაერხა შენს რეპუტაციას, იმდენით ყვილთ, არაფერს აზრი არ აქვს. აი, გინდა ასე თქვი, გინდა ესე თქვი და აი თვალი უნდა დახუჭო და ალბათ ერთ-ერთი არჩევ და ის გააგრძელო. მე მგონი ამ სიტუაციაში არიან ესენი, ანუ უკვე არანაირ თანმიმდევრულობაზე არაფერზე საუბარს აზრი არ აქვს და მინიმუმ რაღაცა ერთი მესიჯი აიღეს რომ მოდი აი დღეიდან ჩვენ ვიქნებით ვაღიარებთ რაღაც პროცესს და ამას რო ჭირდება იმის აღიარება წარსულში რომ შეცდომები დაუშვი იმაზე მობოდიშება რომ ახლა რო ზეიმობ ახლა რო ამ ორმა პარტიამ ორი წევრი შეიყვანა საკრებულოში თბილისში ჩვენც ორი წევრი შევიყვანეთ და მინიმუმ ჩვენზე 10-ჯერ მეტი ფული იქნება დახარჯული მაგაში ეჭვი არ მეპარება დარჩება 100-ჯერაც მაგრამ 10-ჯერ მინიმუმ ჩვენ იგივე შედეგი მიიღეს, რაც ჩვენ მივიღეთ და 30 დეპუტატი ყავდათ ერთი წლის წინ. 30 დეპუტატის გაწერვა და გადაგდება თურმე სწორი ყოფილა და ახლა ორი საკრებულოს წევრის ზეიმი 30 საპარლამენტო დეპუტატისაც თქვა ყოფილა რაციონალური საქციელი და გამარჯვება. ხა მე ანუ მარინც ვჯერა რომ ყოველთვის ყველას ვერ მოატყუებ და ოდესღაც ქართველი ხალხი დაიწყებს იმაზე გამოფხიზლებას რომ აი ეს ბალამუტი რაც მათ მოუწყოს წინა საარჩევნოდ, მათთვის არ იყოს ნოკერის საგზალი, იმიტომ რომ სანამ ხალხი ხედავს რომ შენ ჭამას ერთ რაღაცებს, არჩევნებში ისეთი შედეგი ჯდება, როგორც მთავრობას გაუხარდება, რატომ უნდა მოუნდეს მენიუს შეცვლა? ხო, უნდა გააგრძელო რაციონალ ადამიანმა ისევ იგივე, რასაც საკეთებდი წლების განმავლობაში და ეს ხდება საქართველოში სამწუხაროდ. მადლობა იაგო, მოხდით და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა და ხაზი არის მწერალი ბატონი რეზო მიშველაძე. საღამომშვიდობისა ბატონო რეზო, მადლობა ჩართვისთვის. მადლობთ, გამარჯობა. ბატონო რეზო, დავიწყოთ მოდით 4 ოქტომბრის შეფასებით თქვენი. რა ნახა რეზო მიშველაძემ? 4 ოქტომბერს ჩემო ახთანგ საქართველოში ისტორიული ამბავი მოხდა. დიახ. ისტორიულს იმიტომ ვამბობ, რომ ქართველმა ხალხმა მისმა შეგნებულმა ნაწილმა თუ შეუგნებელმა სულ ერთია მიიღო ერთი გაკვეთილი. ეს ისტორიული გაკვეთილია. ლამის ტრადიციად ქცეული ხელისუფლების ზალადობით დამხობა ერთხელ და სამუდამოდ უარყოფილ იქნა. ამაში მონაწილეობდა მთელი საზოგადოებრივი აზრი და ერთმა ძვირფასმა ქალბატონმა რომ ბრძანა რომ კარგი იყო სისხლი დაღვრილი იყო რაღაცა შეტაკება მოხდარიყო ისა, აი მაშინ იქნებოდა ნამდვილად რევოლუციური ნაბიჯიო. მე ზუსტად ციტირებას არ ვახდენ, მაგრამ მაშინ იქნებოდა
სამარცხვინო ჩემო ძვირფასო ქალბატონო ქართველი ერის ისტორიის ერთი შავბნელი დღე იქნებოდა. თქვენ ძალიან კარგად იცით. დიახ. რა არის ამის მიზეზი? ამის მიზეზი გახლავთ ის გარემოება, რომ ჩვენ ლამის ტრადიციად გვექცა ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა. დიახ. აქ ითქვა ამის შესახებ და ითქვა ძალიან კარგად. ზვიად გამსახურდია ნამდვილად ეროვნული კაცი, ქვეყნისთვის პატრუქივით დანთებული კაცი, არჩევნების გზით მოსული ხელისუფლებაში. დაამხო თითქმის მისმა გარემოცვამ, მასზე განაწყენებულმა მისსავე მეგობრებმა და აგრეთვე ბნელმა ოპოზიციამ, აი როგორ რას ქვია, ჩვენ მინისტრად არ დაგვნიშნე და თანამდებობები არ მოგვეციო. საქმე ის გახლავთ, რომ სოფლიოს პოლიტიკური აზრი, პოლიტიკური ინსტიტუტები გაუჩუმდნენ ამ ამბავს. უფრო მეტიც ჩვენმა მეზობელმა სახელმწიფოებმა, უახლოესმა მეზობლებმა, ვისი იმედიც ჰქონდა, საქართველოს დევნილი პრეზიდენტი არ მიიღეს, თავისთან არ გააჩერეს. გასაგებია მიზეზი, რუსეთის განაწყენება არ სრულდათ და ზვიად გამსახურდია ჩეჩნეთში აღმოჩნდა, მერე საქართველოში დაბრუნდა და რაც მოხდა თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ. ტრაგიკულად დამთავრდა ეროვნული ხელისუფლების ბედი. ახლა მეორე შევარდნაძე რომ ანგელოზი არ იყო, ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ არჩეული პრეზიდენტი გახდათ და მიხეილ სააკაშვილის რაზმა, არ მინდა სიტყვა ბანდა ვიხმარო, პარლამენტში შევარდნით გააქცია არჩეული პრეზიდენტი. მე მაშინ პარლამენტის წევრი გახდით და რომ შემოვარდა ეს ბრბო და უნდა გითხრათ, რომ გამოვედი სხვებთან ერთად, ზოგი ცოტა მუჯლუგუნით და კინწისყვრით გამოვაგდეს. ჩემთვის ცოდვას ვერ დავიდებ, უბატონოდ ხმა არ გაუწია და მესამე სართულზე ჩემი კაბინეტის წინ მდგავარ. გამოიარა ძალიან კარგმა პოლიტიკოსმა, ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარე იყო ჰამლეტ ჭიპაშვილი. დიახ. ყველანი გაოგნებული სახეებით დადიან იქეთ-აქეთ. რა ხდება? ჰამლეტ მეთქი მკითხე. ბატონო რეზო, გაუგონარი ამბავი მოხდაო, პრეზიდენტი გააქციესო, პარლამენტი დაარბიესო, მაგრამ ეს ასე არ დამთავრდებაო. მას თავისი გამოცდილებით, თავისი ცოდნით სჯეროდა და იგი მართალი იყო. ამ საღამოსვე ციხეში იხილავთო სააკაშვილს, ჟვანიას და ბურჯანაძესო. ნუ ცოტა დამშვიდებული შევვრუნდი მე ჩემს კაბინეტში. მერე ის იყო სახლში მიუჯექით საღამოს ტელევიზორს და შევარდნაძე ამბობს, სად მიდიხართ ბატონო ედუარდ, სად მიდიხართ ბატონო ედუარდ, ეკითხება ჟურნალისტი. სახლში პასუხობს შევარდნაძე. ახლა გასაგებია, რომ საღი პოლიტიკური აზრის საწინააღმდეგო ამბავი მოხდა, მაგრამ მე ველოდი ერთი კაცი, რომ მეორე დღეს მაინც ჭამდა პურს სამართალი, რომ საერთაშორისო პოლიტიკურ დიპლომატიური ინსტიტუტები თავისი ევროკავშირებით და ევროპარლამენტებით და გაეროებით შეაფასებდნენ ამ ამბავს და აღადგენდნენ საქართველოში კანონიერ არჩეულ ხელისუფლებას. მსგავსი არაფერი არ მოხდა და ამ ტრადიციამ, რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა
ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა იმუშავა საქართველოში წლების მანძილზე. გუშინ თქვა ირაკლი კობახიძემ, ეს მეოთხე შემთხვევაო. რაშია საქმე ბატონებო? ჩვენ ერი ვართ, შოთა რუსთაველის ერი ვართ, დიდი ტრადიციის ერი. თუ გნებავთ ერთ-ერთი პირველი პარლამენტი საქართველოს ჰქონდა ყუთლუ არსანის კარავის სახით. საქართველომ გამოიარა წლები ერთმეფობისა, საქართველომ იცხოვრა ვაჟკაცური ქვეყნის დაცვის ცხოვრებით და აგერა უკვე ერთი მეორეზე წაეწყო საშინელი სურვილები ხელისუფლების დამხობისა. სასაცილოზე სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს ის ფაქტი რომ კაცო მე მოვდივარ შენს დასამხობად ხელისუფლების ასაღებად. რას მეშლი ხელს კაცო? ეს არის დემოკრატია? რატომ მეშლი ხელს? რატომ ციცაკის სპრეი ქვია თუ რაღაცა და წყალს რატომ ასხამ? არ გწამს ღმერთი? ეს არის დემოკრატია? მე ხომ ბევრი არაფერი მინდა, მხოლოდ შენი დამხობის სურვილი მაქვს. ასე როგორ შეიძლება? რომ მომხდარიყო ძვირფასო ქალბატონო მარინა, ეს სისხლის ღრა, რას თქვენ ალბათ წამოგცდათ, რომ დატრიალებულიყო საქართველოში კიდევ ერთი უბედურება და ხელისუფლება ძალადობრივად შესულიყო, ჩვენ სოფლიოს თვალში გამოვცხადდებოდით ნახევრად ველურ, უკულტურო, უხელისუფლებო დიპლომატიასთან და პოლიტიკასთან შორს მდგომ მარგინალ ერად. ეს გინდოდათ, კაცო, ამისი სურვილი ჰქონდათ, მაგრამ თუ მაშინ გაუჩუმდნენ სოფლიოს ხელისუფალნი ძალადობრივ დამხობას, წარმოიდგინეთ ახლა 4 ოქტომბერს რომ ოპოზიციის სურვილი კარგად დამთავრებული იყო, ესე იგი წყალებში ხმარობა ამ სიტყვას, რაც ეკვა თამაში და რა უზუნდარა და რა გიტარა და ჩქარიტაში იქნებოდა ევროკავშირში და ევროპარლამენტში. საქართველო შფოთიანი ცხოვრობით ცხოვრობს უკვე 6 თვეა. არ შეიძლება ეს გაკვეთილები, ერთი გაკვეთილი, მეორე გაკვეთილი. ახლა გუშინ ბატონეზო, ვიღაცა მიკროფონი მისცეს და თქვა, დამარცხდებოდით, აბა რა იქნებოდა გენაცვალე ჩვენ ხელისუფლებაში, რაც მოთავეები გვყავდნენ ოპოზიციაში, ყველანი ციხეში შედანო. არა მგონია, რომ გვარამია რომ გარეთ ყოფილიყო, შეძლებდნენ ისინი ხელისუფლების აღებას და პრეზიდენტის აღებას. ის საქართველო აღარ არის საქართველო. ჩემო ვახტანგ, კარგად მოგეხსენება და საქართველო პოლიტიკურადაც გაიზარდა და სახელმწიფოს ცოტა მტკიცე ხელი აქვს, მტკიცე ნება აქვს. მე არაერთხელ დაუჭირე მხარი ხელისუფლებასთან, რა თქმა უნდა, ბევრი რამ აქვს სადო, მაგრამ იმ ფაქტს, რომ საოცარ ვითარებაში, როცა მთელი მსოფლიო ლამის ბაგირით გვეკაჩებოდა ჩვენ ომისკენ, საქართველომ მოახერხა შვიდობის შენარჩუნება. საქართველოს ხელისუფლება მოახერხა უფრო სწორად და ამას მივესალმები. ბატონო ჩემო ვახტანგ, 5 წუთი პრაქტიკულად 5 წუთი დაგვრჩა, შემდეგ უკვე უნდა დაგემშვიდობო შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა და მინდა მოვას, რომ აი ამ 4 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ ვისმენთ გარკვეული ადამიანების მხრიდან, რომ ახლა საჭიროა რომ უწყვეტი პროტესტი იყოს ისევ რუსთაველის გამზირზე, რომ მუდმივად იმაზეა საუბარი, რომ აი 300 არ ვიცი რამდენი დღე არის, რომ უწყვეტი პროტესტია რუსთაველზე. რას ნიშნავს აი ეს უწყვეტი პროტესტი, რომელზედაც საუბრობენ თქვენთვის? ეს უწყვეტი პროტესტი სიჯიუტეს ნიშნავს, სხვას არაფერს. და შეიძლება იმასაც კი, აი
დემოკრატიაო ჩვენ ვიზახეთ. დიახ. მე ყოფილ ვარ უცხოეთის ბევრ ქვეყანაში, ვახო და მათ შორის ინგლისში. და სპეციალურად ვკითხე გიდს. მე ვიყავი მწერალთა დელეგაციაში და მაინტერესებდა აბა საპროტესტო გამოსვლები რა დონეზეა მეთქი ინგლისში. არის მეთქი? როგორ არაო? აბა მაჩვენეთ თუ წამიყვანა გიდმა ჰაიდ პარკში. არის ერთი 50 კაცი შეკრებილი სკამი თვითონ მოიტანა ორატორმა დაჯდა და ამ 50 კაცს ესაუბრება დიდი ექსტაზით იმაზე, რომ დღევანდელი ინგლისის ხელისუფლება დასამხობია. 1 საათი ილაპარაკა, მერე დაკეცა სკამი, გაიდო მხარზე და დაემშვიდობა მრევლს და წავიდა. ასე როგორ შეიძლება გაცო? ესე იგი რუსთაველის პროსპექტი, ქალაქის მთავარი ქუჩა გადაკეტო ყოველდღე და ახლა მე იმას არ ვამბობ, რომ ღმერთმა ნუ დააბრუნოს ის დრო, როცა რთქმევით და რაღაცა ძალით და იმით შლიდნენ ხალხს, მაგრამ ცოტა ოდნავი სიმკაცრე, მე მწერალი რეზო მიშველაძე ვამბობ ამას, იმაში მაინც გამოიჩინე, კაცო, რომ ეს ხალხი ტროტუარზე დასეირნობდეს და არა მაინდა-მაინც მოძრაობას კეთდეს რუსთაველის პროსპექტზე. ახლა ერთ სიტყვას ვიტყვი კიდე. 2 თვის წინ მე დავწერე ჩემო ვახტანგ ნოველა. ამ ნოველას თითქოს ჩაულებრივ ირონიულ ნოველად თვლიდი, მაგრამ რაღაც წინასწარმეტყველური გამოვიდა. დილით ადგა ქმარი. დიახ. ეს ქმარი არის ოპოზიციის ერთ-ერთი ბელადი, ჩაიცვა თბილი, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი და ცოლი ეკითხება, სად მიდიხარო? ციხეში, პასუხობს. ციხეში რა გინდა კაცო? მე ვხედავო, რომ უკვე 5 თვეა არავითარი შედეგი არ აქვს ჩვენ საპროტესტო გამოსვლებს, ხალხი უკვე მივღვერს, ცუდი თვალით მიყურებს და რომ მე არ გამწიწკნოს ჩემმა მრევლმა, შევალდა ციხეში დავждები, იქ დაცული მაინც ვიქნებიო. მას მიბაძა მეორე, მესამე ხელმძღვანელობიდან და იცით იძულებული გახდა ციხის ადმინისტრაცია კარებზე გამოეკრა განცხადება უადგილობის გამო დღეს პატიმრობის მსურველთა მიღება შეწყვეტილია. ეგრე მიდის საქმე ბატონო რეზო. ერთი, მეორე, მესამე, ბოლოს და ბოლოს, კაცო. ხო, ბოლოს და ბოლოს რა იყო ასეთი, რა მოხდა ასეთი, რომ ესე იგი მიუსვლელობით კომისიასთან ადამიანები თვითონ დაждდნენ ციხეში. რა შეეხება თეატრულ ძალიან მოკლედ. ვამთავრებ. ჩემო ვახო, მე უნდა გითხრათ, რომ მისი დამსახურებაც არის ჩვენ რომ ეს არჩევნები ტრიუმფით მოვიგეთ. კი იძახიან ხალხი ცოტა იყო, ანდა ცოტა სიმკაცრე იყო, რაღაცა ის იყო, მაგრამ ეს ყველაფერი ტყუილია და ნახეთ თქვენ კაია კალასი. მადლობა ბატონო. მაგის გვარდაჯილაკს როგორ აცხადებს, როგორ ემღაუჭებიან თანამდებობას და როგორ გვივღერენ ისე ევროპელები. მადლობა ბატონო რეზო. მაგრამ ჩემო საქართველო მოუწოდებ ხელისუფლებასაც და მოუწოდებ ქართველ ხალხსაც. მეტი სიჯინდე, მეტი ჭკუა და მეტი გამოსtildeება შენეს შეგიძლია. მადლობა, უნდა დაგემშვიდობოთ ბატონო რეზო, თქვენ უსმენთ რეზო მიშველაძეს, ქართველ მწერალს, ჩვენ ორშაბათს შევხვდებით და წუთი წუთზე უნდა დაიწყოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი და ჩვენი გადაცემის დასრულებისთანავე აჭარის ტელევიზიაზე ეს ბრიფინგი იქნება. ნახვამდის.